პირველ რიგში დავიწყოთ ლავროვის ვიზიტით სოხუმში, როგორც შეაფასებთ ამას და საქართველოზე რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის მცოცავი ანექსიის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ და თუ იმ საელჩოს მასშტაბებით ვიმსჯელით, რომელიც აშენდა სოხუმში ამ პატარა კუთხეში, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სოხუმიდან და აფხაზეთიდან წასვლას კარგახანი არ აპირებს, იმიტომ რომ მას საკმაოდ დიდი და შორსმიმავალი გეგმები გააჩნია აფხაზეთში. იგივე პარალელი შეიძლება გავლება სახელის გადარქმევასთან სამაჩაბლოში, როდესაც ალანია დაერქვა და ნელ-ნელა ჩვენ მომსწრე ხდებით იმისა, რომ თანდათანობით ხდება ანექსია სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიებისა. მე უბრალოდ ვიცით რა არის, გასაგებია ჩვენ რომ ვისთან და რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მართებს რომ უფრო აქტიურად ისაუბროს რუსეთთან. ჩვენ გვახსოვს რომ არაერთი განცხადება გაკეთდა პუტინის მხრიდან რომ მოლაპარაკებები შემდგარიყო უმაღლეს დონეზე. ხა აბაშიძე კარასინის დიალოგმა უკვე თავისი დრო მოჭამა, იმიტომ რომ ახლა რამდენიმე უნდა იყოს საუბარი კომბოსტოზე, მწვანილზე და ღვინოს გატანაზე, ხო? როდესაც შენ ტერიტორიები გაქვს დასაბრუნებელი და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი გეუბნება რომ ჩამოდი და დავილაპარაკოთ, აი მე ვერ ხვდები ლოგიკა სად არის, როდესაც არ მივდივარ და არ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოყვარესთან და კეთილის სურვილთან ლაპარაკს კი არა, მტერთან უნდა ილაპარაკო, როდესაც რაღაცა გაქვს დასამტკიცებელი, დასაბრუნებელი და საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნათელს იმას, რომ ჩვენ რაღაცა არ გვინდა რაღაცა ვიკავებთ თავს ვიღაცის გამო ამ კონფლიქტის დარეგულირებისკენ. ბოლოს და ბოლოს თუ კი რუსეთი არაფრის სანაცვლოდ არ აპირებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს დაქვემდებარებაში შესვლას, იმიტომ რომ ახლა ხო კარგად ვიცით რომ აფხაზებს და ოსებს სამწუხაროდ არავინ არაფერს არ ეკითხება და ერთი 20-30 წლის მერე შეიძლება აფხაზი და ოსი ეთნოსი აღარც იყოს იმ ტერიტორიებზე, არც სამაჩაბლოში და აფხაზეთში გაქრეს ელემენტარულად, მოხდეს ასიმილაცია და იქ ყაზაკებმა და რუსეთიდან ჩასულმა ხალხმა დაიკავოს ის ადგილები, რომელიც დღეს თქვათ აფხაზებს უკავია და მანამდე ქართველებს ეკავა. ამიტომ ახლა გასაღები არის მოსკოვში. და ახლა ესეთი სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, რომ რუსეთს ვინ ეკითხება და მარტო აღშფოთება და შეშფოთებით არ გამოდის საქმე. ჩვენ გვაქვს ახლა 4 სტადია. აღშფოთება, ღრმად აღშფოთება, შეშფოთება, ღრმად შეშფოთება და შემდგომ პროტესტი. და ბოლოს იქნება ალბათ აღიარება ამ ტერიტორიების რუსეთის მხრიდან. ანუ თუ კი რუსეთი არაფერზე არ მოდის და მასთან საუბარი ზედმეტია და ისინი არ აპირებენ ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მაშინ უკვე ჩვენ სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს რუსეთთან. ერთი ადამიანიც აღარ დარჩება საქართველოში, რომელიც რუსეთთან დიალოგის მოსურნე იქნება. ან იტყვის, რომ რუსეთთან შეიძლება საუბარი. და ელემენტარულად დამთავრდება უკვე ის რიტორიკა, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არის. მაგრამ ეხლა სანამ რაღაცა შანსები არ ამოწეულა და სანამ რაღაცა გარკვეული არის კიდევ პრეცედენტი იმისი, რომ რაღაცა ჩვენ მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ფაქტი არის, ეხლა პუტინი ჩვენ ყავაზე და ჩაიზე არ გვეპატიჟება მოსკოვში, ხო? იმიტომ კაცმა ოფიციალურად გააკეთა განცხადება, ჩვენ მოვისმინეთ შემდგომ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს შევეკითხებით დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს. მეგივე პუტინმა გააკეთა, რომ სავიზო რეჟიმს გავაუქმებო და უვიზოთ იქნება საქართველოსთან მიმოსვლაო და ჩუგოშვილი გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთ პროვოკაციებს ჩვენ არ დაუშვებთ. ესე იგი, თურმე რუსეთმა რომ სავიზო რეჟიმი გააუქმოს, ეს ყოფილა პროვოკაცია. და ეხლა როდესაც რუსეთის ხელისუფლება ისმენს ამას, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი აი ამ ჟესტს აცხადებს როგორც პროვოკაციად, ეხლა ვის ექნება სურვილი რომ რაღაცა გადმოდგას, ხო ეს ნაბი. კიდევ ერთხელ უნდა გავარკვიოთ ჩვენ ამ ხალხთან უნდა თუ არაფერს თუ ისინი მათი სტატუს-კვო არის რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე შეიძლება მხოლოდ საუბარი მათთან, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს რუსეთთან, მაგრამ თუ რუსეთი აცხადებს რაღაცა რომ შეიძლება რაღაცის სანაცვლოდ მათ ერთ ტერიტორიები დააბრუნონ, მაშინ ჩვენ ყველაფერი უნდა მოვსინჯოთ. პარლამენტის გადმოტანის საკითხთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი შეხედულება, ანუ მიგაჩნიათ რომ უნდა გადმოიტანონ თბილისში თუ უნდა დარჩეს ქუთაისში? რა თქმა უნდა გადაიტანოს, იმიტომ რომ ახლა მითხარით სადმე ქვეყანა, ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, სადაც
ქვეყანა, რომელსაც ამდენი გაჭირვებული ყავს, ამდენი ტოლვილი ყავს, ამდენი სოციალურად დაუცველი ფენა ყავს, ორი პარლამენტი აქვს, ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აქვს, ორი მთავრობის სასახლე აქვს და ორი ლიდერი ყავს. ეხლა დავით ლული და დავით ნარინი. ეხლა პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ პირველი პირია, კვირიკაშვილი თვლის, რომ პირველი პირია. ისიც პირველი ლედია, მე ესეც მეორე პედია. ანუ ორმართველობის სისტემა გვაქვს რა, ჩვენ სრული ამსტრუქტურის მნიშვნელობით. ეხლა შეიძლება ეხლა რომ ყველაფერი ორი გქონდეს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. ის რომ ქუთაისში პარლამენტი გადავიდა, ეს იყო სააკაშვილის ხუშტურები. იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან დიდი ხარჯებია, ეხლა იქ ელემენტარულად იმ პარლამენტარებს ბინებს ქირაობენ, საწვავის ფასია, მე კომუნიკაციაც ცოტა რთულია. ამხელა პარლამენტის შენება გვაქვს უნიკალური დატოვებული აქ რუსთაველის გამზირზე, ხო? ამიტომ იყოს ეს შენობა და იქ რაღაცა სხვა იყოს იმ შენობაში. ეხლა კიდევ ერთხელ ინვესტიცია და ტურისტები არ მოიზიდება პარლამენტის შენობით და პარლამენტარების იყოფნით. რა ინვესტიციები მიდის ეხლა ქუთაისში? მაგითი ეხლა გამართლება ქონდა იმას, რომ აი თუ პარლამენტი გადავიდოდა ქუთაისში, თითქოს ამითი ქუთაისელები და ეს იმერეთის რეგიონი აყვავდებოდა. ეხლა თურმე 220 დეპუტატი იქ რო ფულს დაყარჯავს, ამითი აყვავდება ქუთაისი. ეს ხო ზღაპარი არის. და ამიტომ უნდა დააბრუნდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება რომ ქვეყანას ორი პარლამენტის შენობა ქონდეს. და ორი პრეზიდენტი, აი ან კიდე ის პრეზიდენტის ის გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს ათონელზე არის რეზიდენციის შენობა, მეორე რეზიდენციის შენობა იქ არის. იგივე მთავრობის სახლიც არის ქუთაისში. ამიტომ ესეთი ფუფუნება, ამგვარი ფუფუნება ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს.